მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა გავაკეთო გაშლა. ანუ შენი ცხოვრების დედოფალი შენ ხარ. უკვე წინა ვიდეოში მეკითხარით თქვენ, რომ უფრო აქცენტს გავაკეთებ ვიდეოზე. ესე თემებზე უფრო სწორედ, რომელიც შეეხება უშუალოდ ქალის ენერგიას და გარშემო ვიტრიალებს სხვადასხვა თემებს ავირჩევთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს არის ჩემი მიზანი იმისი, რომ აქ რაც შეიძლება მეტად განვიხილოთ ჩვენ ეს თემები. და რა თქმა უნდა, იმ ქალებისთვის იქნება ეს კიდე უფრო არხი, ვისაც უნდა განვითარება თავისი ქალური ენერგიის, იმიტომ რომ როცა შენ ხარ კარგად, როცა შენ გაქვს ეს ქალური ენერგიები განვითარებული მართლა მაღალ დონეზე, შენ მე ყველა აბსოლუტურად სფეროში ხარ წარმატებული. გინდა ურთიერთობაში, გინდა როგორც ოჯახის ქალი, გინდა სხვა ფინანსებში და ასე შემდეგ. როცა შენი ქალური ენერგია არის დახურული, მე ყველაფერი აბსოლუტურად მიდის უკან ასე რომ ვთქვა, არ ვითარდება. და ამიტომ აქ სამკითხაო არხი ჩვენ არა გვაქვს, აქ არის ვინც პირველად შემოვიდა. აქ ჩვენ უბრალოდ ტაროს ვიყენებთ იმისათვის, რომ უფრო მალე დაგვეხმაროს ჩვენ სხვადასხვა სიტუაციების განხილვაში და ამიტომ თუ ვისაც გიყვარს მკითხაობა, ეს უკვე მაშინ სხვა არხი უნდა აირჩიოთ. აქ ტაროს იცით თქვენ უკვე დიდი ხანია მე ვიყენებ უბრალოდ იმისათვის, რომ როგორც ქალთა ქოუჩი, როცა ბიზნეს ქოუჩისთვის იქნება ეს ძალიან ადვილი ინსტრუმენტი დასახმარებლად და რა თქმა უნდა მასე ვასწავლე ჩემ მოსწავლეებსაც, რომ ღრმად ამოიკითხონ ინფორმაცია ამ უმაღლესი დონის ინსტრუმენტიდან. და დღეს ვნახოთ ახლა ჩვენ ეს გაშლა გავაკეთოთ ამ თემაზე, განვიხილოთ, ხო? так, მე მგონი აქ რაღაცა ამერია სხვა დასტის ერთი წამით ნახო, დასტის ეს რა ქვია? არა, აღარ არის ერთი ცალი იყო. და ეხლა ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა ვნახოთ ჩვენ თქვენი ენერგიები, რა ენერგიებში ხართ, მაგან ნახეთ ვარსკვლავის ენერგია, ის ზუსტად ნახეთ გაგიჟდები, ვარსკვლავები ხართ თქვენ ჩემები. ხო და ვნახოთ ახლა რა ენერგიაში იმყოფებით. ეხლა მე ძალიან აფრთხილანებული ვარ იმ ტრენინგით, რომელიც იყო საცდელი და უღრმესი მადლობა სულ ყველას, ვინც იყო და ვინც კიდევ ვამბობ მადლობას მომაწოდეთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ნახეთ მე თქვენთან ერთად ვითარდებით, თქვენთან ერთად იხსნება ჩვენი პირადი დანიშნულებაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, არა მხოლოდ მე თქვენს ძალიან ვეხმარებით და ეს თავარი მისია, ასე რომ ვთქვათ, იპოვა რომ აუცილებლად ამ თემებზე დავეხმარები, იმიტომ რომ შენ როცა კარგად ხარ თვითონ, ძალიან გინდა, რა თქმა უნდა, რომ ყველა იყოს ირგვლივ კარგად და წარმოედგინეთ რამხელა ძალა ქალების, როცა ჩვენ ვიქნებით ჩვენს ქალურ ენერგიებში და ეს რო იყოს, აი ძალიან გავცელდეს, როგორი სიმშვიდე და როგორი ბედნიერება იქნება დედამიწაზე, ხო? ნახოთ ახლა რა ენერგიებში იმყოფებით ახლა ამ წუთში, რომ თქვათ ახლა, გავიგოთ მერე კითხვები გამზადებული მაქვს უკვე, რომ გიპასუხოთ მე თქვენ უკვე ტაროსთან ერთად კითხვებზე. აი შეხედეთ ახლა, აქ არის მართლა ძალიან ენერგია გაქვთ არაჩვეულებრივი. ანუ ვისთვის იქნება ეს გაშლა? პირველ რიგში იმ ადამიანისთვის, ვინც ნამდვილად არის უკვე მზად იმისათვის, რომ გადავიდეს ახალ რეალობაში. ამაზე მე სულ ვმუშაობ, უკვე ის ჩემი გეუბნები, ტრენინგები და ყველაფერი არის მიმართული უშუალოდ ამ თემაზე, რომ ჩვენ უნდა უკვე გადავიდეთ სხვა რეალობაში. ეხლა ორი სიტყვით აგიხსნით ეს რას ნიშნავს. ნახეთ, საერთოდ ეხლა 2026 წლამდე მუშაობდა სხვა ვიბრაციები მუშაობდნენ, ძალიან ადვილი ენით ვეცდები აგიხსნათ ეს სულ ყველაფერი და ეხლა 2006 წლიდან უკვე შეიცვალა ვიბრაციები. თუ ადრე ჩვენ ბევრი რაღაცები გამოვიარეთ, იყო ბევრი მტკივნეული მომენტები, ბევრი იყო პროგრამები, რომელიც მუშაობდნენ, ეგენი ეხლაც მუშაობენ პროგრამები, მაგრამ ჩვენ ეხლა ნახეთ, ის ადამიანები, ვინც აირჩევენ იმ გზას,
რომ უკვე უნდა შევიცვალოთ მართლა და დავიწყოთ ჩვენი გზა განვითარების სიყვარულით, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, იცხოვრებენ სხვანაირად. თუ შენ კიდე ხარ იმ ენერგიებში, სადაც რა ვქნა ვწვალობ, რა ვქნა წვალობენ და ასე შემდეგ და უნდა ვიწვალო და უნდა ბევრი ვიშრომო იმისათვის რომ მე რამე მქონდეს, ესე იგი, ეს გამოდის რომ გადასვლა არ იქნება. და ვინც არის უკვე იმ ენერგიებში და აქ მაჩვენებენ 10-იანი პენტაკლების, 2-იანი თასების, პლუს კიდე პაჟი არის თასების, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უკვე რაღაც გზა გამოიარა და ეხლა არის მზად, რომ მიიღოს ეს ცხოვრება, როგორ იცით, რომ აი სიყვარულით, სხვანაირი მიდგომით, მე კი ვარ მზად, რომ რაღაცა ახალი გავიგო, ხო, ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ სიყვარულით მინდა ეს ყველაფერი აბსოლუტურად და აი ამას ვასწავლე, როგორ, რას ნიშნავს ეს სიყვარულით მე ჩემს ტრენინგებზე. რო იცოდეთ, იმიტომ რომ ეს არის აი მართლა ძალიან უძლიერესი ენერგია და როცა ქალში არის ეს გაღვიძებული და კი ბატონო ის ძველი პროგრამები რომელიც მუშაობდა ანუ წარმოიდგინეთ ბებიების, დედების და იმათ ბებიების და დედების ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული პროგრამები და ანუ ჩვენ აი ზუსტად ამას ვცდილობთ რომ ვცდილობთ კი არა ვაკეთებთ ყველაფერს აბსოლუტურად რომ შევიცვალოთ. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ეს როგორ მუშაობს ეხლა რაღაცები უნდა ვისწავლოთ. ნახოთ თუ დაუშვათ არიან ზოგი ისე იბადებიან თანდაყოლილი აქ დაუშვათ ეხლა ეს იმპერატრიცობა ხო? მაგრამ ყველა არა, ეგაც გააჩნია რა ოჯახში, რა პროგრამები და ასე შემდეგ გაიზარდა ეს ადამიანი რა პროგრამებში და როგორი იყო მისი გარემო, ხო? მაგრამ უმრავლესობა ცხოვრობდა აი საბჭოთა კავშირის დროს მით უფრო და იქიდან კიდე ეხლა უკან რო გავიხედოთ, უმძიმესი პროგრამები იყო ქალებზე და საერთოდ ქალების პროგრამები იყო ადრე სულ ადრე რა ეგვიპტის დროს კიდე უფრო ქალი იყო გახსნილი ქალის ენერგია უკვე მუშაობდა ქალი მართავდა იმიტომ რომ ქალი მართავს აი გალურად როცა მართავს და დღეს ჩაუწერე ვოისით ჩემს ტრენინგის მონაწილეებს რომ ანუ უბრალოდ თამარ მეფე გაიხსენით ხო თქვენ ჩემზე კარგად იცით ისტორია რა თქმა უნდა საქართველოს მაგრამ მე რო აი ვნახე რამდენიმე ვიდეო რამდენი რაღაცები წავიკითხე მივხვდი რომ იმ ქალს ნამდვილად ჰქონდა ეს ქალური ენერგიები რომელიც არის ეხლა საკრალური და ჩვენ ნელ-ნელა ხსნით მაგრამ იცოდა ეს ენერგიები იმიტომ რომ თუ სხვანაირად ვერ შექმნიდა ისეთ იმპერიას რაც მან შექმნა აი ზუსტად ეგეთ ენერგიებში უნდა დავბრუნდეთ ჩვენ რომ ნამდვილად შევძლოთ მართვა ჩვენი ცხოვრების ჩვენი ოჯახების და სამყაროსი ხო მაშინ იქნება ყველაფერი კარგად ეხლა ნუ პრინციპში თუ გაიგეთ და იცანით აქ ადამიანს აქ ნამდვილად დიდი გამოცდილება და ნამდვილად უნდა რომ უკვე გადავედეს იმ ახალ ვიბრაციებში სადაც ყველაფერი შეიქმნება სიყვარულით და ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები როგორც ყოველთვის გამზადებული მაქვს და შევიკითხებით ტაროს რომ უფრო ადვილად გვითხრეს რა ეს ყველაფერი აბა ვნახოთ ახლა პირველი კითხვა მაქვს რა ხდის საერთოდ შენ ღირებულ და განსაკუთრებულ ქალად ნახოთ რა ხდის შენ ხო რა შენი რომელი არის აი რა არის შენი მთავარი რესურსი ნიჭი და ქალური ძალის წყარო ესეც ვნახოთ შემდეგი ვკითხოთ ჩვენ რა გიშლით ხელს ხო რომ აი სრულად იგრძნოთ საკუთარი ღირებულობა და თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ ეს კითხვები სხვათა შორის მართლა ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ეს ბევრი კითხვები იყო ჩვენი ტრენინგიდან და იქ ხაც ასეთაოდ გოგოებს პასუხობდი, მაგრამ ნუ კიდე გამოვიტანოთ, ეხლა აქაც ვპასუხოთ, ხო? შემდეგი ვნახოთ რომელ ძალას და პოტენციალს ვერ აფასებ სათანადოდ საკუთარ თავში. იმიტომ რომ ეგ ძალიან მე რატო ვაკეთებ უფრო კიდე მატრიცასთან ერთად იცით თქვენ უკვე გარჩევას ყოველთვის, იმიტომ რომ აი ამ კითხვებზე პასუხები არის უშუალოდ თქვენს მატრიცაში, რომ იცოდეთ თქვენ. რითაც ხართ მოსული სული და რა უნდა განავითაროს, აი ეგაც არის იქ ზუსტად რა.
შემდეგი ვნახოთ ახლა რომელი ენერგია იზიდავს შენს ცხოვრებაში სიყვარულს, სიუხვეს და ბედნიერ ურთიერთობას. ნახოთ ახლა რა დაგეხმარება რომ ურთიერთობაში ღირსეული ადგილი დაიკავო შენ და საკუთარი თავის პატივისცემა შეინარჩუნო. კიდევ ნახოთ ის რომ ანუ რა უნდა განავითარო შენ საკუთარ თავში რომ გახდე აი ეს ნამდვილი დედოფალი შენი ცხოვრების. და ისიც ვნახოთ ჩვენ ახლა მთავარი გზავნილი მაღალი ძალებისგან, რა თქმა უნდა, ღმერთისგან, როგორც გინდა დაარკვეთ, უმაღლესი ძალების მთავარი გზავნილი შენს შინაგანი დედოფლის გასახსნელად რა, ასე რომ ვთქვათ, გასაღვიძებლად. даже აი უფრო. არის ნახეთ ახლა აქ ნამდვილად ქალის ენერგია არის მთვარე, ქალი, რომელიც მართლა ეძებს გზას. მართლა. იმიტომ რომ არის, რა თქმა უნდა, ბევრი შიშები, შეიძლება ზოგს გონია რომ ეს არის ილუზია, ილუზიაზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ ყველაფერი არის ილუზია. დავიწყოთ ახლა ჩვენ კითხვებზე პასუხები, ხო? კიდე კი მაქვს, აი აქ დასდა მომზადებული, ნახოთ ახლა თუ არა და შეიძლება უფრო სხვაც ავიღო. ნახოთ ახლა, ანუ პირველი კითხვა ჩვენი არის, რა ხდის შენ საერთოდ ღირებულ და განსაკუთრებულ ქალად. აი ნახეთ, რა ხდის და როცა შენ აი ნახეთ, აქ არის ძალიან ულამაზესი საერთოდ დასდა. რა ხდის და როცა შენ ხსნი იმ შენ სიყვარულის ენერგიებს, როცა შენ ნამდვილად უკვე თუნდაც ხარ სიყვარულის ენერგიებში, იმიტომ რომ თასები ეს არის ყოველთვის გრძნობა, ხო? გრძნობიარობა. როცა შენ არასოდეს აი ნახეთ ოთხიანი თასების, როცა შენ არ კეტავ ამ შენ ენერგიებს, როცა შენ გახსნილი ხარ ამ ენერგიებში, როცა შენ როცა შენ არ აძლევ უფლებას რომ ვინმემ გაწყენინოს თურმე და ანუ განსაკუთრებული ქალი მაშინ ხარ შენ, როცა ნამდვილად ანუ არ ზიხარ და არ გლოვობ რო იტყვიან რა, იმიტომ რომ ოთხიანი უკვე არის როგორ იცი, როცა შენ იცი შენი ფასი, როცა შენ უკვე იცი ნამდვილად რა გინდა შენ, იმიტომ რომ მეოთხე ენერგია თასების უკვე ადამიანი, რომელიც უკვე კითხვებს აძლევს თავის თავს, ხო? აი მაშინ მაგ შემთხვევაში კი უკვე კი, აი ზუსტად რა, ну სწორედ დავიწყე მეც ახლა, სწორედ, როცა შენ დასვავ წერტილს იმაზე, რომ მე ვყავარ ჩემს თავს ისეთი, როგორიც ვარ და მინდა რომ უკეთესი გავხდე, როცა შენ აი ამ ძველ პროგრამებს ხურავ, როცა შენ არ ახარ მისადეგი, გამიგეთ? როცა შენ უკვე ბევრს ფიქრობს შენს თავზე, როცა შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ, როცა შენ გაქვს შენი მე და შენი აზრი. ნახოთ ახლა რა არის შენი მთავარი რესურსი, ან ნიჭი, გალური ძალის წყარო, ხო? რა არის ეს შენი მთავარი? აი ის არის რომ შენ სულ გინდა წინსვლა არის რა თქმა უნდა. აი ეს არის შენი მთავარი რესურსი, როცა შენ არ ჩერდები, როცა შენ მიდიხარ, როცა შენ ხარ იმენა მამამძრავებელი ენერგია, აქთან ნახეთ როგორ არის ეს რა ქვია ფრთები აქ ანგელოზის ფრთები არის რა. როცა შენ სულ ფიქრობ რა შემიძლია კიდე გავაუმჯობესო, როცა შენ არ ჩერდები, როცა შენ არ ელოდები ვიღაცას და როცა შენ სულ მზად ხარ იმისათვის რომ რამე შეცვალო, შენ არ გეშინია ტრანსფორმაცია, შენ არ გეშინია დატოვო, თქვათ, ძველი გამოცდილება და პირიქით, სულ წინსვლაზე ფიქრობ და სულ იმაზე რომ კიდე რა არის, ინტერესიც გაქვს რა. პლუს კიდე ანუ ინტერესი რაში, აი კიდე რა არის საინტერესო, კიდე რა არის ახალი. ანუ მთავარი რესურსი არის და შენი კიდე აქ ნახეთ, თუ ვინმე მანქანა ასატარებთ, იცო დააკვირდეთ, როცა მიდიხარ, ხო? აი თუნდაც გზაში ქალური ტარება კი დასცინიან კაცები ქალურ ტარებას, მაგრამ ქალები უფრო მეტ უმკითხავ კარგად ატარებენ რა, ზოგჯერ, იმიტომ რომ
ჩვენ არ ვლიხაჩობ და მივდივართ მიზანდასახულად. პლუს კიდე არის მიზანი გაქვს შენ ყოველთვის იცი შენ რა გინდა, შენ იცი რა გინდა, შენ იცი სად მიდიხარ, ხო? პლუს კიდე აქ არის ლიდერის ენერგია რა, თქვენ შეგიძლიათ რომ ადამიანებიც ვისაც თქვათ აი ადამიანებიც მოყვებიან ასე რომ თქვათ ლიდერის ენერგია რა თქმა უნდა ეს არის რა. და ესეთი რესურსი პლუს კიდე ანუ ეს არის ენერგია ადამიანი რომელიც არ ზის ერთ ადგილზე ასე რომ ვთქვათ რა, ეგ ძალიან მაგარი ენერგია არის. რა გიშლის ხელს, ხო? რომ სრულად იგრძნო საკუთარი ღირებულობა და თავდაჯერებულობა, ნახოთ. აი ზუსტად ის რომ ნახეთ სამიანი ხა. ან შეიძლება რა გიშლის ხელს, აი ზოგჯერ შეიძლება გაქვთ წყენა. შეიძლება ნახეთ გოგოებო, ვინ სამკუთხედში ხართ, უეჭველე ეს არის რომ ნამდვილად შენ ვერ იგრძნობ თავს, რომ შენ ხარ ნუ ღირებული ადამიანი და თავდაჯერებულობა აქ საიდან უნდა გქონდეს რა, ეს ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელობა ეგ არის, იმიტომ რომ აქ არის, ნუ ხა საჯარო გაშლა, იმიტომ რომ შენ ყოველთვის მეორე როლში ხარ, ბევრიც რო იზახო რომ კი, ხა მე თუ ვყარვარ ესე იგი. აი ცოლთან არაფერი არ აქვს, ეს არის სისულელე. იცოდეთ რომ ეს ყოველთვის არის, ნუ სამკუთხედებს თქვენ გეხებათ ყველა ვარიანტში, რომ თქვენ აქ ვერ იგრძნობთ, რომ თქვენ ხართ აი ნამდვილად ღირებული ქალი, იმიტომ რომ ღირებული ქალი ყოველთვის იკავებს პირველ ადგილს და არა მეორე ადგილს და თქვენ ვინ სამკუთხედში არის, ეს არის სიტუაცია, როცა ადამიანი მოდის, თქვათ მამაკაცი იღებთ თქვენ ენერგიას, მიდის თავის ოჯახში და მშვენივრად კარგად არის მერე იქ. სხვა შემთხვევაში უფრო სულ თქვენთან იქნებოდა და ეს იმას ესეთი სიტუაცია, ასეთი სიტუაცია არა. მეორე კიდე აქ არის თუ დავუშვათ სამკუთხედებს თავე დავანებოთ ჩვენ, აქ ის გიშლით თქვენ ხელს, როცა თქვენ იხსენებთ ძალიან ან იმ ნუ სულ ატრიალებ იმ ძველი რაღაცა სიტუაციებს, რომელიც თქვენ გული გაატკინეს, როცა თქვენ ვერ გამოდიხარ, როცა თქვენ ფიქრობთ უფრო თქვენს უარყოფით გამოცდილებაზე, იმიტომ რომ უარყოფითი გამოცდილება თუ შენ სულ ატრიალებ, აი იმაში არ გამიმართლა, ამაში არ გამიმართლა, ეს ის არის, ეს ას არის, აი გეუბნებით, ეს არ მოგიტანს არაფერს კარგს, იმიტომ რომ პირიქით უფრო მეც ტკენას მოგიტანთ რა. რასაც თავში ატრიალებ შენ სულ, აი ეს სულ მაგას ვამბობ ხოლმე, დღევანდელი შენი ცხოვრება არის შექმნილი შენი ფიქრებით, გუშინდელი ფიქრებით და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ზუსტად არასწორი მიდგომა რა. იფიქრეთ სხვანაირად, ანუ ეს თქვენ ძალიან გიშლით ხელს რა. ძალიან გიშლით ხელს და არ გაძლევს საშუალებას რა, იაჩერებს თქვენ ქალურ ენერგიებს, რომ იცოდეთ ძალიან თანაც რა. და თქვენ არ გაძლევთ საშუალებას, რომ გამოვიდეს თქვენი აი ეს ზუსტად ეს ენერგიები, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ. პირიქით იმაში, რომ თქვენ უფრო ძლიერი გახდეთ. ვნახოთ ახლა რომელი ძალა და პოტენციალს შენ ვერ აფასებ სათანადოდ რა. აი ზუსტად რომელი პოტენციალი და როცა შენ ზღვრებს არ იცავ, ნახეთ რა ხდება, არის როგორი მომენტი, ვერ აფასებს სრულად, ასე რომ ვთქვათ, ხო? სათანადოდ საკუთარ თავში. აი იცით რა არის, ვერ აფასებ იმას, რომ შენ მართლა შეგიძლია აქ ისეთ რას ვიტყოდი, რომ შეიძლება ადამიანს აქ როგორი მომენტი იცით? ძალიან აი თუ თქვენ დაუშვათ ვინმეს უსმენთ, ხო? აი თქვენ გაქვთ ის პოტენციალი, რომ თქვენ დაიცავოთ თქვენი თავი, გააკეთოთ ის, რაც თქვენ გინდათ და როგორც თქვენ გინდათ. და ეს ამ პოტენციალს თქვენ ვერ ხედავთ, ან ვერ აფასებთ, ან არ აფასებთ სათანადოდ რა. პლუს კიდე უძლიერესი ადამიანი ხარ და ნებისმიერი აბსოლუტურად დაბრყოლება რაც არ უნდა იყოს თქვენ ცხოვრებაში, თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. ანუ თქვენ შეგიძლიათ ადამიანს თქვათ უთხრათ, რომ აი მორჩა რა და მე არ მივცემ უფლებას, რომ თქვათ მე ასე დამელაპარაკო, ასე თქვათ აი აქ რო არის კიდე პირველი პოზიცია რო გქონდეთ, რა აკეთებს შენ, რა ხდის შენ ღირებულ, ხო? ანუ როცა შენ იცი რომ ჩემთვის შეიძლება, ჩემთან არ შეიძლება ასეთი მოქცევა, გამიგეთ? აი თქვენში ეს არის და აი იყო დღეს კითხვაც აგრესიაზე, ხო? აი ეს აგრესია
თუ შენ მაგას სწორედ მიმართულება მიეცე, უფრო დაგეხმარება, მაგრამ ესეც უნდა იცოდე როგორ უნდა გამოიყენო, თუნდაც ეს შენი აგრესია, მაგრამ მე არ ვეძახი იქ რომ ეჩხუბე ვიღაცას და ქალურად როცა შენ გამოიყენებ, აი მაშინ ეგ უკვე სხვა თემა არის. კი, ნამდვილად არის აი ეს მომენტი, რომ შეიძლება თქვენ ზოგჯერ ფიქრობ, აი მე როგორ ვაწყენინო, როგორ ვუთხრა და ასე შემდეგ. და ამ დროს დიდი პოტენციალი გაქვთ თქვენ იმისი, რომ იყოთ ბედნიერი რა. და პლუს კიდე გულში ნუ ინახავთ იმას, რაც უნდა თქვათ და ემოციებს ნუ ინახავთ გულში. აი ეს პოტენციალი თქვენ გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ თავდაცვის უნარი თქვენ გაქვთ, მაგრამ თქვენ მაგას არ აფასებთ. ამიტომ რომ ზოგჯერ ნახეთ, ანუ მინდა ვუთხრა ხო, რაც მე არ მომწონს, მაგრამ არ ვეუბნები, ვაი თუ ვაწყენინებ, მაგრამ იმას არ ფიქრობ, რომ იმ ადამიანს, ესე იგი, რადგან შენ, ესე იგი, როგორი ადამიანი უნდა იყოს ის, რომ შენ არ ეუბნები, თქვა, პარტნიორზე რო ავიღოთ ხო, საუბარი, რომ შენ თუ გეშინიე შენს პარტნიორს უთხრა ის, რაც შენ არ მოგწონს და არ გსიამოვნებს, ხო? ესე იგი, ეს უნდა დაფიქრდე, ეს ჩემი ადამიანია? ანუ რომ შენი ადამიანი როცა არის, შენ შეგიძლია მას ყველაფერი უთხრა. თან რაც შენ არ გსიამოვნებს და არ უნდა გეშინოდეს, რომ ვაიმე ეხა ამას რო ვუთხრა, ეხა რა ვიცი, ანუ ხეშეთ მიპასუხოს ან რაღაცა და თუ მასე იქცევა, მაშინ კარები ღია უნდა იყოს ყოველთვის რა და არ უნდა იყო იმ ენერგიაში, რომ ეხლა ყველაფერი რაც მაკადრა, იმიტომ რომ მე მიყვარს, ვაპატიო ასე რომ ვთქვათ რა, ეხლა ნუ ესე იგი შენ თუ გიყვარს, იმასაც ხო უნდა უყვარდე, ხო? და მაგ შემთხვევაში კი ხარ ურთიერთობაში და თუ შენ დაუშვათ ეხლა ყველაფერს იტან, ნუ ეს უკვე ურთიერთობა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის რა, უნდა დაელაპარაკოთ უკვე პარტნიორს, რამდენად არის ეს მისაღები. შემდეგი ვნახოთ ეხლა ჩვენ, ანუ რა ენერგია, რომელი ენერგია იზიდავს შენ ცხოვრებაში, ანუ სიყვარულს, სიუხვეს და ბედნიერებას, ბედნიერ ურთიერთობას. რა ენერგია. აი ზუსტად ის ენერგია, როცა შენ ხარ რესურსში და არა როცა შენ ხარ ურესურსობაში. იმიტომ რომ ნახეთ, როცა შენ გამოდიხარ, ნუ რაზეც გელაპარაკეთ, პრინციპში ეგ არის რა, უკვე კიდევაც გიპასუხეთ რა. როცა შენ გამოსული ხარ, კი ბატონო, იმ ენერგიებიდან, როცა შენ დაფიქრდე, ნუ რაც ახლა წეღან გითხარით, აი ეს პასუხიც უკვე პრინციპში კი მივიღეთ რა. როცა შენ იცი შენი თავის ფასი, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. აი ეს არის აქ. შემდეგი ვნახოთ ჩვენი კითხვა იყო, რა დაგეხმარება, რომ ურთიერთობაში შენ გქონდეს, ანუ ისეთი ადგილი, სადაც გაფასებენ. ნუ აქ კიდევაც გეუბნებით რა დაგეხმარება და ეს პროგრამები, ძველი პროგრამები. ეს ძველი პროგრამები, რომელიც არის, თქვენ რომ ამ პროგრამებს თავს დაანებებ და გაუშვებთ საბოლოოდ, პრინციპში აქ არის ძალიან დიდი მცდელობა. აი რაზეც გელაპარაკეთ, აი აქაც ხო, რომ აი ეს ძველი პროგრამები, რომელიც უკვე თქვენ არ გემსახურებათ, რომელიც არის უკვე სხვისი თქვენი ბებიების, დედების და ასე შემდეგ რა. რომ დაამთავროთ თქვენ ეს ძველი პროგრამები. აი ეს თქვენ დაგეხმარებათ, იმიტომ რომ თქვენ მაგ შემთხვევაში, ანუ მაგ შემთხვევაში თქვენ ღირებულობასაც თქვენ დაიკავებ და საკუთარი თავის პატივისცემასაც შეინარჩუნებთ. იმიტომ რომ ის უკვე აღარ მუშაობს. კი ბატონო, მით უმეტეს ურთიერთობას ეხება ეს. კი. როცა შენ უკვე, ანუ აღარ იქნები ისეთი, როგორიც იყავი. ძველი უნდა დავტოვოთ იქ, სადაც არის მისი ადგილი, ხო? აი ეს არის, მაგრამ ნუ პრინციპში გვაჩვენებენ, რომ თქვენ კაი გოგო ხართ, აქ მუშაობთ თქვენს თავზე და თქვენ ცდილობთ ნამდვილად, ხო? ნუ ვნახოთ რა უნდა განავიდარო, ეხლა საკუთარ თავში რომ გახდე შენი ცხოვრების დედოფალი, ხო? რა უნდა, ანუ ზუსტად აი ეს ბლოკები უნდა მოხსნათ. ნახეთ, ანუ ის მომენტი, რომ მე ჩემთვის შეიძლება, ყველაფერი
შეიძლება. ამ ჩემთვის ყველაფერი რას გულისხმობ მე? ჩემთვის შეიძლება ვიყო მდიდარი, ჩემთვის შეიძლება ვიყო ბედნიერი, ჩემთვის შეიძლება ვიყო უნიკალური, ჩემთვის შეიძლება რომ გამოვიდე და გამოუჩნდე და ვთქვა რაც მე მინდა, ხო? ჩემთვის შეიძლება, ანუ ყველა ბლოკები მოხსნა, სექსუალური, ჩემთვის შეიძლება იყო ცნობილი, რა ვიცი, ჩემთვის შეიძლება იყო ბედნიერი, იმიტომ რომ ჩვენ აი ამას ყველაფერს ვბლოკავდით. ანუ ნახეთ, იყო ეს მომენტები, როცა ნუ გამოაჩენ თავს, ხო? ესაც რატო იყო? ამასაც ახსნა რატო იყო დაუშვდა ეს მომენტები, ნუ გამოაჩენ თავს, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა ადამიანი რო თავის, თქვათ, აზრს ეტყოდა, მაგას მერე წაიყვანენ სად? ციხეში, ხო ბატონო? აი თუნდაც ახლა ეს სტალინის პერიოდი და ეს რეპრესიები იყო და ასე შემდეგ, იქიდან მერე უკვე ეს არის შიში, აქ ბევრი შიშები გაქვთ თქვენ და ამიტომ ამაზე უნდა იმუშაო თქვენ, ხო? ანუ თუნდაც ახლა თქვენი სექსუალური ენერგიის გამოხატვა, ხო? ანუ იმას მე კიდევ ვამბობ, რომ მე არ ვგულისხმობ, რომ მოკლე კაბა უნდა ჩაეცორო, ყველაფერი გიჩანდეს და ან ამოღებული გულით იარო, არა. ეს თუ სხვა რაღაცა არის რა, მაგაზეც ნუ ცალკე სასაუბრო. პლუს კიდე ფულის ენერგიაც გინდათ ახლა სექსუალური ენერგია ერთი და იგივე. კიდე გავიგეთი რა არ შეიძლება და თუნდაც ახლა სიტყვის თქმა არ შეიძლება, ხო? ქალისთვის ძალიან ბევრი აკრძალვები იყო და ამიტომ უკვე არის აი შიშით რა და ბევრი რაღაცების გვეშინია. ნუ ამაზეც ახლა უნდა იმუშავოთ თქვენი შიშები, ახლა რაც გაქვთ, ახლა მაგაზე უნდა იმუშაო და მე უკვე თქვენ გახდებით თქვენი ცხოვრების დედოფალი ნამდვილი. ნახოთ ახლა მაღალი ძალები რას გვეთქვიან ჩვენ ახლა იმაზე, რომ ანუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის, რომ გახსნათ რა ეს შინაგანი დედოფლის გასაღვიძებლად რა უნდა გააკეთო და აი უნდა გააკეთო. ნახე, უნდა დაიწყო რაღაცის ქმედება, უნდა ისწავლო, უნდა მიიღო ინფორმაცია, უნდა მოიპოვო ეს ინფორმაცია და აი ზუსტად რასაც კი ბატონო რა, რასაც მე ვაკეთებ ვეძებ ინფორმაციას, იმიტომ რომ მე სულ ხა ვითარდები და მაინტერესებს სხვადასხვა პრაქტიკები, ხო? იმიტომ რომ ხა სული აქ მოვიდა იმისთვის რომ განვითარდეს. და ამიტომ აქაც არის ზუსტად ეს მომენტი, რომ ეს ნახოთ კიდე იმისათვის რომ თქვენ განვითარდეთ, მოდით ასე გეტყვით რა. არსებობს ახლა ძალიან ბევრი ადამიანები. თქვათ ფსიქოლოგები, კოუჩები, რა ვიცი, ვინც არიან, უბრალოდ აი აქ თქვენ უნდა აირჩიოთ გულით ისეთ ადამიანს სულს უსმინეთ და უნდა აირჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონ არის პროფესიონალი და ვისი აზრებით თქვენ მოგწონს და რომელიც თქვენ გიზიდავთ, ვისი ენერგეტიკა. ეხლა მე მაგალითად ეგრე ვიქცევი ხოლმე, რომ ადამიანს ვუსმენ, ვუყურებ, თქვათ რა პროგრამა აქვს, მაგას რა სთავაზობს ეს ადამიანი დაუშვოთ, ხო? თქვათ კიდე რა მხარე მინდა განავითარო, კიდე რა მაინტერესებს და როცა ეს ადამიანი უკვე ჩემთვის მისაღები არის და მისი ენერგია და მომწონს მისი მიდგომა, მომწონს მისი, თქვათ ახლა აზრები, პრაქტიკები, მაშინ მივდივარ მასთან კურსებზე და უკვე იქ ვსწავლობ და ვიღებ უფრო და უფრო მეტ, თქვათ, ინფორმაციას იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება გავაუმჯობესო. ნუ მე რა თქმა უნდა ახლა ვუზიარებ გოგოებსაც, ხო? აი თქვენს იგივენაირად უნდა გააკეთოთ, რომ თქვენს უნდა ნახოთ ადამიანი, რომელიც თქვენთვის მოგწონთ ენერგეტიკით, ხო? ანუ მისი აზრები მოსწონს, მისი თქვათ, ანუ მიდგომა მოგწონს, აირჩიოთ და იმ ადამიანთან მიდით და მიიღოთ ეს ინფორმაცია, თქვათ, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი ჩემო ლამაზებო, აუცილებელი მაგაზე ახლა ბევრს კიდე დაგელაპარაკები და მე სულაც რო ჩემ არხზე რა ვიცი მე დარჩეს რამდენიც დარჩება ხო ადამიანი არ დავეძებ ხო მთავარი ჩემი მიზანი არის ის რომ მაქსიმალურად შევეცადო და დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც უნდა მართლა ბედნიერი ცხოვრება და ეხლა უკვე კარები ღია არის
ღია. უბრალოდ ჩვენი არის საქმე. მე შევალ იქ თუ არ შევალ. მე მინდა თუ არ მინდა იქ შესვლა, იმიტომ რომ ზოგს ეშინია რა არის კიდე, იცით? მე რო შევიცვალო, ეს არის ქვეცნობიერად. ვაი თუ დავკარგო ჩემი პარტნიორო, ვაი თუ დავკარგო მეგობრები, ვაი თუ დავკარგო კიდე რაღაცა ჩემი. აი ძალიან ბევრს ეშინია სხვათა შორის კიდე შესვლა, მაგალითად თავის იმაში რა ქვია, პირადანიშნულებაში, ხო? აი დაუშვოთ გააქვს შენ მე ბევრი მყავს ეგეთი ადამიანები, ვინც იყვნენ ჩემთან კონსულტაციაზე, საკმაოდ დიდი თანამდებობებიც ჰქონდათ, ფულიც ჰქონდა, მაგრამ რაღაცა აწუხებს, გამიგეთ? აი რაღაც ვერა ვარ კარგად, რაღაცა კიდე მინდა, ხო? ანუ მეც მოგეხსენებათ, ვიყავი სკოლის დირექტორი და კარგად იცით, რომ ესეც არ არის პატარა ესეთი თანამდებობა, ხო? და მაგ სფერით მივდიოდი, სულ მაგით ვითარდებოდი და მაგრამ როცა მივხვდი, რომ რაღაცა სული ითხოვს სხვას, აი ქალური ძალა ნახეთ, ითხოვს სხვას, ავდექე და გავრისკე და შევედი იქ, იმიტომ რომ თითქოს ნახეთ თქვენი გზაც თვითონ თქვენ გამზადებთ, დააკვირდეთ რა გზას გადეხართ, ხო? აი მე რო დავაკვირდე, რომ რამდენი აი წლების მანძილზე სულ რაღაცა ტრენინგებზე სულ რაღაცა მაინტერესებდა და აი ზუსტად მე როცა სულს მიყავ ხარ, ანუ აქაც არის გაყევი შენ სულს რა, აქ არის რვიანი კვერთხების და არის ანუ ექვსიანი არის ისე რა ქვია, ნუ თასების რა. ანუ გაყევი შენ სულს, უსმინე შენ სულს რა, მიყევი, ნახე, აქ ამ შემთხვევაში თასების მეფე, ეს არის თასების მეფე საერთოდ ენერგია, მაგარი ფსიქოლოგი, ისე რომ ვთქვათ, არ არის აქ მარტო საყვარელი ადამიანი და ასე შემდეგ. თუნდაც თქვენ საყვარელი ადამიანსაც უსმინეთ, ზოგისთვის მითითება იქნება ესეც რა. მაგრამ უფრო არის უძლიერესი პიროვნება, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ფსიქოლოგიაში და იცის მან ხა პრაქტიკები, ტექნიკები, ყველაფერი, ანუ სული გეტყვის, უსმინე უბრალოდ შენ სულს, აი ეს ამისი მითითებაც არის აქ რა. და თქვენ მიხვდებით, რომ შეიძლება ცოტა სადღაც აი სწავლობთ, მე ეს მიგიყვან სადღაც ძალიან ძლიერ თქვენს გახსნაში და აი ზუსტად იმ ადამიანებსაც უჭირდათ, იმიტომ რომ აი ყველა ჩვენ რას ფიქრობ, აი ფულზე, ხო? კი ბატონო, ფული არის ძალიან მაგარი ენერგია, რაზე ელაპარაკე, მაგრამ მოგივა ყოველთვის შენთან ფული უფრო მეტი იმ საქმედან, რომელიც შენ გიყვარს, მოგწონს და გიზიდავს. ეს არის აქსიომაზე აქსიომა, ეს ყველამ აბსოლუტურად იცის, ვინც ხა ცოტათი მაინც თქვათ ერკვევა, გინდათ ფსიქოლოგიაში და გინდათ ეზოტერიკაში და გინდათ სულის გზაზე და ასე შემდეგ, ყოველთვის ადამიანი იღებს უდიდეს ანაზღაურებას იმაზე მეც ვიდრე თქვათ ქონდა იმ საქმიანობიდან, რომელიც არის ნამდვილად მისი და როცა შენ სულს უხარია, რომ შენ იმით ხარ დაკავებული. ეს არის აქსიომა. და თუ შენ შოვლო ფულს და არა ხარ ბედნიერი, აი როგორც თქვათ, ქალი, კაცი არ აქვს მნიშვნელობა, როცა შენ რაღაცა სულ გაკლია, სულ ეს არა მაქვს, ესე იგი სადღაც არა ხარ, სადღაც არ დგახარ, შენს ადგილზე სადღაც არა ხარ. აი ეს ადგილი უნდა მოიპოვო. და როცა ამ ადგილს მოიპოვი, მაშინ უკვე ნელ-ნელა ყველა აბსოლუტურად სფეროებიც დალაგდება. აი ასე იყო ჩემო ლამაზებო დღევანდელი ჩვენი ასეთი საუბარი იყო და რა თქმა უნდა მე როგორც ყოველთვის გისურვებთ თქვენ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.